Hi everybody, მე ვარ მარიამი. მოდით დღეს განვიხილოთ პარალელიზმები. პარალელიზმები გულისხმობს ისეთ სტრუქტურას, სადაც წინადადება მიუყვება ერთი და იგივე დროს, ერთი და იგივე გრამატიკულ დროს. მაგალითად, თუ წინადადების პირველი ნაწილი არის მარტივ აწყოში, ანუ simple present-ში, გამოდის, რომ მისი მომდევნო ნაწილიც უნდა იყოს მარტივ აწყოში. მაგალითად, I come home, rest and then do my chores. მოვდივარ სახლში, ვისვენებ და მერე ვაკეთებ სახლის საქმეებს. და მოდით კიდევ ავიღოთ present continuous-ის, ანუ ეხლანდელი განგრძობითის მაგალითი. I am doing my chores at the moment, so I am not coming to the party later. ეხლა ვაკეთებ სახლის საქმეებს, ასე რომ მოგვიანებით ვერ ვახერხებ წვეულებაზე წამოსვლას. და შეცდომას რაც შეეხება, ავიღოთ ესეთი წინადადება. I am coming to the party later, so I will be late. იდეაში ეს ყველაფერი სწორია, მაგრამ პარალელიზმია დარღვეული. რადგანაც ერთ ნაწილში გვაქვს present continuous-ი, ეხლანდელი განგრძობითი, ხოლო მეორეში მომავალი მარტივი დრო, ანუ future simple და შესაბამისად ეს წინადადება არის არასწორი. მე ვარ მარიამი, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, თვალი ადევნეთ ჩემს აქტივობას Facebook-ზე, TikTok-სა და YouTube-ზე და ინგლისურის შესასწავლად დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე. მოდით ერთად გავხადოთ ინგლისურის სწავლა საინტერესო, სახალისო და სწრაფიც.